იცით რა, აქ უფრო შეიძლება ითქვას მომავალზე ორიენტირებული უფრო დადებითი მიდგომა ქართული პოლიტიკური მომავლის მიმართ ზოგადად, იმიტომ რომ ეს არის გაფართოების კონფერენცია, რომელსაც აწყობს სიდიდით მეორე ევროპარლამენტარების ჯგუფი, ეს არის სოციალ-დემოკრატები. ისინი გეგმავენ, ეს არის ჩვენი შეხება, საუბარი, დისკუსია, მსჯელობა სხვა ქვეყნებთან, რომლებიც არიან კანდიდატი ქვეყნები და რეალურად კიდე ერთი ხაზგასმა იმისა, რომ დღის წესრიგი გაფართოების ძალაშია, საქართველოს ისევ აქ არის და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი რეჟიმის სურვილების საწინააღმდეგოდ დავრჩეთ აი ამ დღის წესრიგის სათავეში. ისეთი მაგალითად მათ პარტიების აკრძალვაზე კანონი რო უკვე მიღებულია და აი რა უნდა გააკეთოთ, ან ისინი რას გეუბნებიან, ან თქვენი ხედვა როგორია ამასთან დაკავშირებით, რას უპირისპირებთ აი ამ რეალობას, რომელიც დადგება ალბათ უახლოეს თვეებში თუ დღეებში, არ ვიცი. დიახ, რა თქმა უნდა, იციან, ეს კი არა იყო კითხვები, რომ დღესაც მოხსენებაში მომიწია ამის თქმა, რომ დღესაც მიიღეს, როდესაც აქავართ, მორიგი ცვლილება გრანტების კანონთან დაკავშირებით. რეალურად ყველაზე სერიოზული ბერკეტი, ეს არის საპარლამენტო ორგანო, რაც მათ აქვთ და რაც დღემდე აი ამ გაგებით მუშაობს, ეს არის, რომ არავინ ქართულ ოცნებას არ ელაპარაკება და ქართული ოცნება სხვათა შორის ამას ძალიან მტკივნეულად განიცდის. დღეს აქ ძალიან კარგად ითქვა, რომ მაგალითად ვუჩიჩმა სერბეთში რატომ დანიშნა, როდის დანიშნა ახალი არჩევნები 2 წლის წინ, იმიტომ რომ მას სერიოზული პრობლემა დაუდგა ლეგიტიმურობის და ახალი არჩევნების ჩატარება მას მოუწია. ამიტომ ის რომ ჩვენ მუშაობთ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მერე წნეხის ქვეშ ამყოფებენ საკუთარ მთავრობებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ის საუბარი ხა დღეს აქ მართალია ბრიტანეთი არ იყო, მაგრამ სანქციებთან, პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით. ყველა სახელმწიფო, რომელიც არის წარმოადგენელი ამ ჯგუფში და სადაც არის სოციალ-დემოკრატიული მთავრობა. ასეთი საკმაოდ ბევრია, სხვათა შორის აღმოსავლეთ ევროპაშიც და ევროპაშიც, ესპანეთში და ასე შემდეგ. და ყველამ გაიგო დღეს ის აუცილებლობა უფრო სერიოზული ჩართულობის, სანქციების მნიშვნელობა, რომ არ გაეკარონ, ანუ ქართული შევინარჩუნოთ ის სტატუსი, რა სტატუსიც ქართულ ოცნებას აქვს, რაც მას ძალიან აწუხებს. იმიტომ დაძდევენ. მეგობრებო, შეხედეთ, დაძდევენ და მართლა ვისთან არიღებენ ფოტოს. მართლა რამისა ქუჩაში ვიღაც გააჩვენ, რომ ფოტო გადაიღონ, რომ აჩვენონ, ეს ჭირდებათ ეს ფასადი, რომ ქვეყანაში ყველაფერი წესრიგშია. თორე საქართველოს მოქალაქეებმა კი იციან, რომ წესრიგში არ არის, ეს უბრალოდ ამ ყველაფრის გაფორმება. ამიტომ ეს არის ჩვენი მუშაობის დღის წესრიგი. კარგი აქ ის იყო, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ევროკავშირთან დაახლოების დღის წესრიგის მოწინააღმდეგე არის მარტო ქართული ოცნება. მუშაობა არის ოპოზიციურ პარტიებთან, მუშაობა არის მე აქ იმიტომ ვარ და იციან რა თქმა უნდა ხალხის განწყობებიც და ეს ყოველთვის არის ხაზგასმული, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ ანა, მოდით ვისაუბროთ იმაზე, აი თქვენ თქვით რას ისმენთ მათგან, მაგრამ მოდით ვისაუბროთ იმაზე, რაც ხდება რეალურად აქ. აი ვახსენეთ პარტიების აკრძალვა, ვახსენეთ ჩვენ არასამთავრობოების შეზღუდვა, მედიის შეზღუდვა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები და ეგრეთ წოდებული კარუსელების დაკანონება, იზოლაცია და შეიძლება ამას თვითიზოლაცია ვუწოდოთ, რომელიც არ ვიცი, რამდენად დისკომფორტს უქმნის. ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი განცხადებებით ამ დისკომფორტს ვერ ხვდებით, შესაძლოა აქვთ რაღაც დისკომფორტი. აი ამ ყველაფერს დამატებით და ჩვენი მთავარი მოთხოვნები რაც არის ხო მთელი ამ თვეების განმავლობაში, ეს არის ახალი არჩევნები და ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. აი ამ რეალობის გათვალისწინებით, რაც ახლა ჩამოვთვალე და იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ეს ღალატის კომისია მუშაობს და შესაძლოა გირაოებით აღარ დაკმაყოფილდნენ და პოლიტიკოსების დაჭერაზეც გადავიდეს ივანიშვილი, ყველაფრის დაშვება ხო შესაძლებელია. რას ფიქრობთ? აი რა არის შესაძლებელი და როგორია ამასთან დაკავშირებით თქვენი ხედვა? აი ნიკა გვარამია მყავდა მე პირველ სტუმრად, რომელიც ამბობს ესეთ რამეს, რომ ან არჩევნების გარეშეც შეიძლება შეიცვალოს ეს ხელისუფლება, იმიტომ რომ ეხლა რაც ხდება, აი ამის შესაძლებლობას იძლევა. რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენ? კი, პირველ რიგში თვითონ მსოფლიო გამოცდილება გვეუბნება შემდეგ რაღაცას.
ამაზე მიხსენებია კიდევაც, ავიღოთ გინდაც ლიბიის მაგალითი, გინდაც ერაყის მაგალითი. როდესაც ხელისუფლება თვითონ გააუქმებს ოპოზიციურ პარტიებს, ეს იძლევა პირობებს და იძლევა სიგნალს ადამიანებისთვის, რომ მათ პოლიტიკური მეთოდებით ბრძოლა აღარ შეუძლიათ. ეს არის პრობლემა, რომელსაც ქართული ოცნება თვითონვე შექმნის თუ ამ ნაბიჯზე წავა. თუ არ იქნება საქართველოში საშუალება, რომ სადღაც მიხვიდე გაერთიანდე უკმაყოფილო იყო, თქვა, დაწერო, მიწერო დეპუტატს, კომისია მოითხოვო, მე იჩხუბო, აი იმ ბრძოლისა, რომელსაც ჯერ კიდევ ვიყენებთ რა საშუალებებსაც, ხო? ეს თუ ყველაფერია დაიკეტება, პირველ რიგში აგიგულისხმება ოპოზიციური პარტიების გაჩერება. მაშინ საქართველოს მოქალაქეებს რჩებათ სხვა გზა და ეს გზა ინსტიტუტების და პარტიების ბრძოლის გზა არ არის. რა, ეხლა ახანს არის, ხო, ეკა ძალიან შორს არ უნდა წავიდეთ ამ რთული საშინელი პრეცედენტი რომ ნახოთ, რა მოხდა, როდესაც კანონიერი ხელისუფლება ჩამოაგდეს საქართველოში. 2004 წელში მოხდა მარტო ამ ხალხთან შერიგება და მათ მიმართ ამნისტიის გამოცხადება. საქართველოს მოქალაქეების რაღაც ნაწილი და ეხლა ეს ძალიან ძველი ისტორიაა, კაცო, რუსეთს ეგრე უპირისპირდებოდით ქართველები. ანუ ეს იქნება საქართველოს ქართული ოცნებისთვის კატასტროფა და საქართველოსთვის იქნება კატასტროფა, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად ვიღაცა ადამიანის თავში ეს მოხდება. ამიტომ ჩვენ ეხლა რაც შეეხება ამის წინააღმდეგ ბრძოლას. ამას მარტო, რა თქმა უნდა, ვერავით არის ევროპარლამენტარი და რაღაც ყველა ნიდერლანდების საგარეო მინისტრი ვერ უშველის, მათ უნდა გააკეთონ თავიანთი საქმე. მაგალითად ის, რომ დღეს საქართველოში ევროკავშირიდან არც ერთი მაღალჩინოსანი რო არ ჩამოსულა. ეს ამის დამსახურებაა, რომ ისინი მათ არ უნდათ შეხვედრა ქართულ ოცნებასთან, არ უნდათ ცნობა ქართული ოცნების, ამიტომ ისინი საქართველოში არ ჩამოდიან. მეორე მხრივ, აგერ ჩვენ ვართ ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფორუმზე, სადაც განიხილება ვინ გახდება წევრი 2030-ში. ხო, ანა, მაგრამ ეს არის ცვლილებების გზა, ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნის გზა, პროტესტი ადგილზე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კოორდინაცია, ერთობა, რაც გინდათ ის სახელი დაარქვით. აი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ თანამშრომლობა, მეტი სიცხადე გზავნილებში, რაზეც მუდმივად არის საუბარი და აი ეს თვითმმართველობის არჩევნები გახდა რაღაც ყბადაღებული თემა. არ ვიცი, თუ ეს გიშლით ერთმანეთთან კოორდინაციაში ხელს და რაღაცა ერთობლივ გეგმებზე მუშაობაში ხელს, რატომ არ შეიძლება ამაზე სიცხადე იყოს? ანუ რა არის გზა მაშინ ეს მითხარით? მე გეტყვით, რა არის გზა? ეს წინადადება მთელმა საქართველომ გაიგო, როდესაც იყო საჭირო და როდესაც იყო ამის მომენტი, წინადადება, რომელიც დავაყენე მე და დავარქვათ ამას 29 დეკემბრის მომენტი. საერთოდ, როდესაც სერიოზული პოლიტიკოსი ხარ და მით უმეტეს ასეთ ბრძოლაში ხარ, ხო, კი, ეხლაც ვარ წავედი და რა როგორ ვიბრძვი მე, ჩვენ ყველა ვიბრძვით, ჩვენი ყველა საქართველოს ყველა მოქალაქე. უნდა ვიბრძოდეთ ჩვენთვის არსებული და შესაძლებელი საშუალებებით. მე, როგორც მე შემიძლია თქვენ, როგორც ჟურნალისტი, როგორც თქვენ შეგიძლიათ და ხედავთ ხოლმე დემონსტრაციებზე და სხვა ადამიანები, მაგრამ თუ გრანდიოზულ გეგმას, სტრატეგიულ შეხედულებას მეკითხებით, როდესაც ვიყავით ჩვენ პროტესტის პიკში 29 დეკემბერს, მე ავიღე ეს პასუხისმგებლობა. სახში ოჯახის წევრებს დავემშვიდო ბეკა, ეს არ არის სახუმარო ამბავი. იმიტომ რომ ზუსტად მესმის ამ პასუხისმგებლობის. როდესაც თქვი ოპოზიციაში და საჯაროდ, რომ 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, მას აქვს იმუნიტეტი, მას აქვს აღიარება. მთელი ოპოზიციას აქვს, ოპოზიციის წევრებს ჰქონდა მაშინ იმუნიტეტი. არც ერთი რეპრესიული კანონი ჯერ არ იყო მიღებული, ეკა, არც ერთი. ხო, მაგრამ ეხა სხვა რეალობა, ანა. არა, ერთი წუთი, ნახეთ, ერთი წუთი. თუ თქვენ მე მეკითხებით, სტრატეგიულად, ნახეთ როგორ არის, ეხლა არც ერთი თავდამსხმელი თავის თავზე არ ამბობს, რომ აი ამ გოლს გავიტან და მატჩს მოვიგებ. საგო მატჩის მოგების რამდენიმე მომენტი შეიძლება კონდეს. შემდეგი რო იქნება, მე თქვენ გეტყვით. კი ბატონო, მაგრამ მე მინდა რომ ნიშნულოვანი იყოს, რომ როდესაც მე ვფიქრობდი, რომ პროტესტი იყო შესაძლებლობების პიკში და ჩვენ შეგვეძლო ერთი დარტყმით გამარჯვება, მე ეს პასუხისმგებლობა ჩემ თავზე ავიღე. დღეს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანები, ამ ამოცანისთვის ვარ აქ და სერბეთის პრემიერი იქნება თუ ალბანეთის
პრემიერი იქნება თუ ნიდერლანდელი დეპუტატი, მათ ველაპარაკებთ. პროტესტი და სასამართლოშიც და საქართველოს ყველა მოქალაქემ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში. იქ პატარა საჩივარის დაწერა, ამის გადახდის გასაჩივრება, ქართული ოცნების წევრებთან საუბარი, ეს აუცილებელია. კი ბატონო. ვინც არის 88 დეპუტატი თუ რამდენიც არიან, თითოეულ მათგანს რომ უნდა შევხვდეთ, რა ვიცი, სადარბაზოში, ნათლობაში, ქორწილში და უნდა ვესაუბროთ. და რაც დავარდით, დავასრულებ, მაპატიეთ. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უდიდესი პასუხისმგებლობაა იმ კანონებში, რა კანონებშისაც ეხლა ვიღებ. ბატონი პიკილაშვილი, ბატონი როინიშვილი, ქალბატონი ირინა იმერლიშვილი, ჩემი ყოფილი კოლეგა და კიდე ყველას გვარს არ ჩამოვთვლი. კი ბატონო. მათ კისერზეა ის პასუხისმგებლობა, რაც ქვეყანაში ხდება ბიზნეს ივანიშვილთან ერთად.